მოგესალმებით, მეუბნებო, მამებო, დამსწრე საზოგადოება. ჩემთვის პატივია თქვენთან ყოფნა და საკითხებზე საუბარი. მე ვიდა ინსტიტუტს უნივერსიტეტს გადავხადო მადლობა, იმიტომ რომ ძალიან ინტერესდება ქართული ფსიქოლოგიით, რაც მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგია ქცევითი მართვის თეორიებში 4-ში შედის, ეს არის ბიჰევიორისტული თეორია, გეშტალტ თეორია და ფსიქოანალიზი. თუმცა 1979 წელს კონფერენციამ დაადასტურა, რომელიც თბილისში ჩატარდა, რომ ეს სკოლა არის უფრო მეცნიერული, უფრო საინტერესო და ის ეფუძნება სწორედ კვლევებს. ამდენად შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა ოცმა მეცნიერმა საკმაოდ ღვაწლიანად წარმოაჩინეს ეს თეორია და ყველა აღიარებდა, რომ ხო არ ჩაგვეტარებინა ეს არაცნობიერი კონფერენცია, რომელიც მეუღრა არაცნობიერი თუ განწყობა. იმდენად მნიშვნელოვნად და მეცნიერულად წარმოაჩინეს ეს განწყობა. რაც შეეხება საკითხს, რომ საინტერესო იყოს, სადღაც ჩართვები მექნება, პირველ რიგში მინდა ვახსენო ნეტარი ავგუსტინე, რომელიც ამბობს, რომ საგნებს ღმერთი ხედავს და რახანს საგნებს ღმერთი ხედავს, შესაბამისად ისინი არსებობენ და ამიტომაც ჩვენ ხედავთ. გაბრიელ ქიქოძის და დიმიტრი უზნაძის თეორია თითქმის ერთი და იგივე, ის მისი გამგზელებელია. 9 წლის ბიჭს უკვე შეხვედრილია, როგორც ირკვევა გაბრიელ ქიქოძე, მას აქვს მასზე საკმაოდ დიდი აზრი გამოთქმული, ეს არის საინტერესო პიროვნება და შეიძლება ითქვას, რომ დიმიტრი უზნაძე იზრდება თავადაზნაურთა სწავლას ყოველდღე იმ კონცეფციით და იმ ხედვებით, რაც მაშინ ჩამოაყალიბა გაბრიელ ქიქოძემ. გაბრიელ ქიქოძე იყო საინტერესო მეცნიერი ფსიქოლოგი, მან მოახდინა მეცნიერების გასულიერება და სულიერების მეცნიერება. ეს იყო განსხვავებული იმ დროს არსებული აზიასა და ევროპას შორის ქართულმა სივრცეებს შექმნა ხოლმე სპეციფიკური მიდგომა და ხედვა. და აქედან გამომდინარე დიმიტრი უზნაძე იზრდება ამ კონცეფციით, ის უკვე განსაკუთრებული პიროვნება 4 წლიდან უკვე კითხვა იცის და წიგნებით დაინტერესებული და გერმანიაში რო ჩადის, ის უკვე ჩამოყალიბებულია, რომ უნდა შეისწავლოს აღქმები და რა არის აღქმა. ამას ვერ გავიგებ თუ არ წავიკითხებთ გაბრიელ ქიქოძეს, სადაც ის წერს, რომ სულს აქვს ორი უნარი, ეს არის შეგრძნება და მოქმედება. ამდენად სწორედ შეგრძნება უკვე განწყობილია უზნაძე, რომ ჩავიდეს და შეისწავლოს ეს და ბუნებრივია ხდება ვუნდთან, რომელიც იმ დროს სენსორული და შეგრძნებებით არის, შემეცნებით არის დაკავებული. საინტერესო ის არის, რომ 1858 წელს, როდესაც გაბრიელ ქიქოძე წერს წიგნს ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საფუძვლები, ამ დროს ვუნტი მხოლოდ ამ წერს იწყებს სენსორულ აღქმებზე საუბრს. მას არ აქვს ძირითადი კონცეფცია და არ არის შესწავლილი, რომ შესაძლებელია სწორედ გაბრიელ ქიქოძემს გამოშვებულმა წიგნმა მოახდინა მასზე დიდი ცვლილება. გაბრიელ ქიქოძემ მოუწოდეს მეცნიერებს, თქვენ როგორ ძალდეთ მეუფეს, იმ საშიშროება დაენახა მატერიალიზმი, რომელიც გერმანიაში აღზევებული იყო და ამ ტომებისთვის საინტერესო ის არის, რომ მათთვის თვითრეფლექსია არ არის დამახასიათებელი, მათ უფრო ანალიტიკური აზროვნებები აქვთ განვითარებული და სწორედ ერთ-ერთი გერმანელი პატრიარქის დროს მოხდა ბერძნებსა და ლათინელებს შორის განხეთქილება და დაწყება. ერთ-ერთი იყო ახალი რელიგიის შემქმნელი, ეს იყო ლუთერი, რომელსაც როგორ აღწერილია, მას საკმაოდ დიდი ანალიტიკური აზროვნება ჰქონდა, თუმცა არ შეუძლია თვითრეფლექსია, გონების გულში ჩაყვანა და როგორც აღწერენ, იტანჯებოდა ადამიანი და ცეცხლი ეკიდებოდა და ტანსაცმელს იხდიდა, ეს აღწერილი. ამიტომ როგორც კი შექმნა ახალი რელიგია, მან პირველი აკრძალა ასკეტიკა და თვითრეფლექსია. ანუ თვითრეფლექსია არის ერთ-ერთი საინტერესო გრიგოლ პალამას კონცეფცია, სწორედ თვითრეფლექსია და თვითრეფლექსიის გამო მოხდა განხეთქილება კათოლიკებსა და კონცეფციური განსხვავება, რომელიც განასხვავებს ხედვებს. მართლმადიდებლობა იძახის, რომ თავარი არის გონებას გულში დაყურადება, სხეულში არაფერი ცუდი არ არის განსხვავებული მაშინდელი ევროპული მიმართულებისა, მხოლოდ გონება უნდა დავამკვიდროთ და მნიშვნელოვანი არის, რომ მე სუბსტანციაზე ლაპარაკობს გაბრიელ ქიქოძე. გაბრიელ ქიქოძე სხვა გერმანული და ევროპული სკოლებისაგან, რომელიც იძახის, რომ მე ფსიქიკამ შექმნა, ის იძახის, რომ ფსიქიკას იყენებს ინსტრუმენტად მე სუბსტანცია.
ზუსტად იგივეც იძახის დიმიტრი უზნაძე, თუმცა დიმიტრი უზნაძეს ამ დროს ეშინია, ის ვერ იტყვის სულს, ვერ ახსენებს, თუმცა რო ნახავთ ყველგან წერია სული, ოღონდ ეგ არის ფიქრობთ, იქ ხალ მაქსით, ანუ ის ოპერირებს, თამაშობს, რომ ხალს აცნობოს თუ რაზე საუბრობს ის. ძალიან საინტერესოა რო გავიგოთ დიმიტრი უზნაძე რაზე მუშაობდა, უნდა ვიცოდეთ, რომ ის თავიდან იყო ფსიქოლოგი, მუშაობდა გნოსეოლოგიურ საკითხებზე, სულისა და მატერიის მიმართებით, სხვა ფსიქოლოგიური კონცეფციისგან განსხვავებით, ის სწორედ სოლოვიოვის მეტაფიზიკას იცავს. ძალიან საინტერესოა თვითონ სოლოვიოვი და მე მაქვს წაკითხული, რომ ის გაბრიელ ქიქოძისგან ბევრი იხემძღვანელა მან. ჩვენ ეს საკითხებიც არ გვაქვს შესწავლილი, რომ იმიტომ რომ სწორედ სოლოვიოვი ახდენს რელიგიის გამეცნიერებას. ძალიან საინტერესოა ამ მიმართულებიდან. ხო, შესაბამისად ეს კონცეფცია, ამიტომ ის მალავს და ნუცუბიძე, როდესაც ეუნება, რომელიც ორივე ფილოსოფიურ საკითხებზე მუშაობდა, შალვა ნუცუბიძე ეუნება, რომ დაწერა მინდა და ვერ წერობ და მიჭერნო ამის გამო. და ეუნება, რომ ქვევრში დამალე და იქაც იპოვიანო. თუმცა მე უხსნის, რომ ისე დაწერე ქვევრში, რომ მომავალ თაობებმა ნახონ. ამდენად მის წიგნს თუ წავიკითხავთ, აი რიცხვები ისეთი უინტერესოა რა, მოკლედ ვერ წაიკითხავთ, მაგრამ თუ წაიკითხავთ, რომ იქ არის დამალული, ძალიან ბევრ საინტერესო ორ ფრაზაში, სამ ფრაზაში შესაძლებელია ჩვენ დავიწიროთ ისეთი რამე, რაც მას უნდა გამოთქვას და თქვას. ამდენად მისი თეორია არის აბსოლუტურად სხვანაირად შესასწავლი. გაბრიელ ქიქოძემ, როდესაც დაინახა ჰეგელის და მატერიალისტების და ფიხტეს აღზევება, პირდაპირ დაუპირისპირდა ჰეგელს და საუბრობს, რომ რა არის ეს სუფთა მეზე, რომ საუბრობენ, ხო, იმიტომ რომ მისი კონცეფტით ყველა მეს თანაბარია, ყველა მეს აქვს სუფთა და გერმანელებს და ევროპელებს მიუთითებს, რომ თქვენ რო ინტელექტით ყოფთ ადამიანებს, რაც ახლა ეს ინკლუზიური განათლებაში რო არ შეიძლება ადამიანი რახან მათემატიკა იცის და ის დიდი ადამიანია, ხო? აი სწორედ გაბრიელ ქიქოძე ამ დროს ღიად საუბრობს ევროპის პრობლემებზე, რომ ადამიანს განიხილავენ მხოლოდ აი ესეთი რომ მათემატიკა იცის და ეს მაგარი პიროვნება, რაღაცა სხვა ინტელექტუალური უნარებია. ამ ქართული სკოლისთვის ორივე ებრძოლება მე იდეალისტურ თეორიებს, ვიტალისტურ თეორიებს, ორივე ერთნაირად მექანიკურ თეორიებს ებრძვის და შეიძლება ითქვას, რომ ორივე ერთი და იგივე ჰეგელიც აქვს ორივეს ნახსენები, ორივე ფიხტეს ებრძვის და ფიხტეს ებრძვის, იმიტომ რომ მან შემოიღო სწორედ ეს არაცნობიერი და პირველი კონცეფცია, რაც ფროიდმა ახსენა, იგი და შემდგომ ეს არაფერი ახალი არ მოუგონია, ეს უკვე ფიხტეს ახსენები, ნიჩესგან აიღო იგი, მან უბრალოდ მოახდინა არსებული მანამდე რელიგიის სპეკულაცია, რას ქვია, რომ მანამდე არსებობდა მე და ადამიანზე მოქმედებენ უარყოფითი და დაძებითი ძალები. იგი არის უარყოფითი ძალები, ზე არის ზემე, რომელიც ქმნის საზოგადოებრივი ცენზურა. ამდენად იგის ლეგალიზაცია და დაშვება ეს არის სწორედ იმ უარყოფითი ძალების გაშვება, რაც რეალურად მოხდა და ამ ცნობიერებამ ფაქტიურად ჩვენ ხედავთ სადამდე მიიყვანა კაცობრიობა, რომ ადამიანში არსებული არაცნობიერი და არსებული რაღაც შეგრძნებები, რასაც გრიგოლი პალამა, იგივე დიმიტრი უზნაძე იძახის და გაბრიელ ქიქოძე, რომ მე სუბსტანციამ უნდა მართოს, იმას მიეცა ლეგალიზაცია, რომ ის რეალურია, კაცში ხალი თქვათ, შეიძლება ცხოველი იყოს და ამას. ამდენად სანამ ეს თეორია, გაბრიელ ქიქოძის თეორია და შესაბამისად აქედან გამომდინარე დიმიტრი უზნაძის თეორია იყო ასპარეზზე, მანამდე 70 წლამდე საბჭოთა კავშირი და არა მარტო საბჭოთა კავშირში, შეიძლება ითქვას, რომ პოსტსაბჭოურ სივრცეში ეს თეორია არ უშვებდა მექანიკურ თეორიებს. ეს არის ბიჰევიორისტული თეორია, რომელიც დღეს სკოლებშია შეჭრილი. თორე შეუძლებელია ბიჰევიორისტული თეორია საერთოდ ცხოველურ ფსიქოლოგს უწოდე. არ არის გათვალისწინებული ადამიანის შინაგანი მდგომარეობა. შეუძლებელია ადამიანს, რომელსაც აქვს განწყობა რაღაცის მიმართ, მაგალითად კაზინოს მიმართ ან ნარკოტიკების, ჩვენ მისი სასჯელის ქცევით ან წახალისებით ან დასჯით ვაკონტროლოთ. ეს არის აბსურდული. იქ უნდა გამოიძებნოს სწორედ ის საფუძვლები, რის გამო განეწყო ადამიანი ამადო იმ ქცევის გამო. ეს არის სწორი მიდგომა. ხო, აქედან გამომდინარე, სწორედ მან იყენებს საინტერესო მეთოდს, ის ქმნის სწორედ ბურთებით კვლევას. რა არის ერთ ბურთები, ხო? იმიტომ რომ ბურთებით რა არის განწყობის თეორია?
ორ განსხვავებულ ფიგურას აძლევენ ადამიანს და 15 ექსპოზიციის შემდგომად გადის დრო ადამიანს ამ საგნების მიმართ უმოხსევრდება ფსიქიკას უმუშავდება განწყობა. რის შემდგომადაც 10 წუთის შემდეგ ვაძლევთ ორ თანაბარ ბურთს და ჩვეულებრივი ადამიანები ჩვენ 5 ჯერ გვეშლება, მე-6-ზე როგორ ვიძახით სწორი ბურთებია. თუმცა ფსიქიკური აშლილობის ეკვივალენტის თქვა ფსიქიკური აშლილობის დროს უზნაძე იძახის რომ შიზოფრენიკულ ტიპებს თვითონ იძახის აქვს სტატიკური განწყობა. აი რომ მიეჯაჭვება ეს განსხვავებულია, ხო და ვაძლევთ ორ თანაბარ ბურთს, ერთი წელი კიდე იძახის რომ ეს ორი ბურთი ერთი დიდია. ანუ მოხდა სულში არსებობს, ანუ ზოგადად მის სულში არსებობს განწყობა და ესეთი განწყობა უზნაძე იძახის რომ არა მარტო ბურთებით ხდება განწყობა, შეიძლება მოხდეს ცხოვრებისეული ფრაგმენტების მიხედვით. რაღაცაზე განეწყოს ადამიანი და მთელი ცხოვრება იქ დარჩეს, როგორც არის მსახიობები, ფეხბურთელები, ამ მხრივ ძალიან საინტერესოა აინშტაინი, რომელსაც 6 წლის ბავშვს სულ აინტერესებდა ლიფტის დროს, ლიფტმა რო იმოძრავა, შეგრძნება განუვითარდა, რომ რაღაცა სიმსუბუქეილ და მთელი ცხოვრება ეკითხებოდა, რა არის ეს, რა არის. ანუ მოხდა სტატიკური განწყობა, ასე ვთქვათ, და უზნაძე იძახის, რომ შეიძლება ძალიან იჭერე ადამიანსაც ეს სტატიკური განწყობა, ისინი ეჯაჭვებიან და მე ამას ვერ ეშვებიან. და აინშტაინმა აღმოაჩინა აჩქარების შედეგად მასის ცვლილება, რაც უშუალოდ იგრძნო. საინტერესო ის არის, რომ მისი ტვინი, როდესაც გამოიკვლიეს ექსპერიმენტ არის ამოღებული მისი ტვინი, იმდენად ორიგინალური ტვინია და აი ეს შემაერთებელი მარჯვენა და ნახევარ სფეროების შემაერთებელი არის ძალიან არანორმალური დიდი აქვს. ანუ მას შეეძლო ნებისმიერი ემოცია გადაეტანა მარცხნივ. რას აკეთებს ეს განწყობის თეორია? ეს განწყობის თეორია სწავლობს სწორედ სულის ფიზიოლოგიური პარამეტრის ორ ნახევარ სფეროს, ეს არის მარჯვენა ნახევარ სფერო, რომელიც ემოციებზე პასუხისგებელი, განსხვავებულ ინფორმაციას იღებს თვალი ამ შეხებიდან და მარცხენა, რომელიც ინტელექტუალურ სფეროს ასე ვთქვათ აწესრიგებს და საინტერესო ის არის, რომ ბევრი მეცნიერი სწორედ ადამიანის განსხვავებას და არა მარტო ადამიანების, ერების და სახელმწიფოების სწორედ და ფსიქიკური განსხვავებული მარჯვენა და მარცხენა ნახევარ სფეროების ფუნქციებში და აღქმებშია საუბარი, იმიტომ რომ განსხვავებულად აღვიქვამთ სწორედ ჩვენს საგნებს. საგნებში არაფერი არ არის, ამას ჩვენი ფსიქიკა ქმნის სუბიექტური და ამიტომ არის რომ განწყობის თეორია ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ განეწყობი მის მიხედვით ისეთი ხდება. საინტერესო ის არის, რომ განწყობის თეორია, განწყობა თვითონ საიდან შემოდის, ხო? ბევრი მას იძახის, რომ ეს განწყობა შემოსულია რაღაც ქართული, თუმცა მე რაც აღმოაჩინე, ეს არის ყველაზე უძველესი გიორგი მთაწმინდელის საკითხავი, როდესაც მოძღვარი შედის ასამაღლების დროს, ესეთ თემას იქ არის დაფიქსირებული ძალიან საინტერესო, რომელიც მთლიანად ცვლის თუ რომ გაბრიელ ქიქოძემ ეს კონცეფცია აიღო რელიგიური კონცეფციიდან. ხო, მოკლედ იქ არის საუბარი, რომ განწყობილნი, ანგელოზნი არიან განწყობილი ღვთის მიმართ და ჩვენს ღმერთო ღირს ყავ ამ განწყობაში შეყვან. ანუ განწყობა არის ადამიანის ფსიქოლოგიური მთლიანობითი მოდელი. როდესაც ადამიანი განეწყობა, მისი გონება, მისი გული, მისი მთლიანი არსება სწორედ ამაზეა მინდობილი და აი ეს განწყობა ხელს უწყობს შესაბამის ამოცანის გადაწყობაში. ანუ ნებისმიერ ქცევის და აღქმას, რომელიც როგორც თქვი, სულის უნარია, სულის უნარს წინ უძღვებს ამ საგნის მიმართ არსებული განწყობები. რა განწყობები აქვს იმ ადამიანს და უკვე ქცევა, როდესაც აღქმას მოკლედ წინ უძღვებს კიდე განწყობა. ჩვენ რო რაღაცას ვხედავთ, ის უკვე ჩვენში არსებული განწყობებია. და ის საგნები, რომელიც არსებობენ, ეს საგნების არსებობა ჩვენს ფსიქიკაში უკვე მოცემული და ჩვენი წინაპრების შთამომავლობით არის გადაცემული ეს განწყობები. დიმიტრი უზნაძე საუბრობს მემკვიდრეობით გადაცემაზე. ახლა მემკვიდრეობა და გენეტიკა რო ეხსენებინა, მაშინ კლავდნენ. თუმცა ისე უწერია ორ ფრაზაში ეს საწერი, აი რო წაიგეთოთ ვერაფერს ვერ გაიგებ, თუ კარგად მე სამჯერა მაქვს ეს წიგნი წაკითხული და მიუვაგენი რომ იძახის გადაეცემა მემკვიდრეობით, აი რაც რელიგია იძახს რომ 7 თაობა გადაეცემა, თუმცა რა მექანიზმებით გადაეცემა. დიმიტრი უზნაძე იძახს რომ გადაეცემა განწყობა.
სწორედ როგორ აღიქვამდა მამა თქვა ამ ვაშლს და რა მიმართება ქონდა საგნების მოვლენების მიმართ ის განწყობა გადაეცემა მის შვილს. ეს არის ძალიან საინტერესო და ესეთი თამამი განაცხადი, თუმცა როგორ გადარჩა ამის შემდეგ ეს პიროვნება ძალიან საინტერესოა და ჩემთვის მოკლედ რაღაც საიდუმლო მისტიკით იფარავდა. სავარაუდოდ ეს იყო სტალინი, როგორც ვიცით 50-იან წლებში მას ინსტიტუტი გაუხსნეს და სტალინთან იყო ჩასული, თუმცა ის იძახის, რომ სტალინი არ შეხვდა, მაგრამ მე ვფიქრობ შეხვდა, სტალინმა შეაქმნებინა 51 წელს პირველი ფსიქოლოგიური ინსტიტუტი საბჭოთა კავშირში. ეს იყო ძალიან ესეთი და ამას ფარულობდა ასევე ბერია. არსებობს ძალიან საინტერესო ესეთი მისტიკური კვლევები, როდესაც ხდება ლადო გუდიაშვილი მონაწილეობდა ამაში, როდესაც ხმით და რაღაც კითხვა-პასუხით, რომელიც ლაპარაკობს ჩვეულებრივი რესპონდენტი და გუდიაშვილმა დახატა პორტრეტი. ეს ექსპერიმენტი შემდეგ კიდე იქნა განმეორებული და 90%-ით ემთხვევა მხატვრის ნახატი ადამიანი, რომელიც არ უნახია და საუბრობს და ლადო გუდიაშვილი წევს, რომ რაღაცა ხატვარში აღიქმება რაღაცა ხატები მოდის. ამიტომ ძალიან საინტერესოა ამ ხრივ კვლევები. ძალიან მნიშვნელოვანია კიდე განწყობის თეორიით კვლევა, მაგალითად რასაც ჩვენ გვეუბნებიან LGBT-ს თემის. განწყობის თეორიის თანახმად ეს არის საწინააღმდეგო სქესის მიმართ განწყობის შეცვლა. განწყობები ექნება. ხლა მე პირადად ფსიქოთერაპიულად ნამუში ვარ და ძალიან ბევრი შემთხვევაა, რომელიც განწყობა შეიცვალა. მაგალითად, დედა ყავდა ძალიან საშინელი და აღარ უჩნდება ქალის მიმართ. მამა ყავდა გოგო ძალიან საშინელი. ამიტომ თუ დღეს რაღაცა სხვანაირად აღიქვამს, რასაც იძახის უზნაძე, მას წინაპირობა არის განწყობა. და ამ განწყობის შეცვლა არის შესაძლებელი. ასევე ძალიან საინტერესოა ამ მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების ფუნქციონირება, რომელსაც სწორედ ეს კვლევები იკვლევდა. იოსებ ჯალავარი აქ ძალიან საინტერესო და აღმოჩნდა, რომ თუ მაგალითად იაპონელს უზიანდება, რომელსაც ორი ენა იცის, ერთი მგლოვანი და იეროგლიფები, თუ უზიანდება მარჯვენა ნახევარსფერო, მაშინ ის ვეღარ კითხულობს იეროგლიფებით. და თუ უზიანდება მარცხენა ნახევარსფერო, უზიანდება, მაშინ ვერ კითხულობს ის, ხო, ანუ ეს ორივე სხვადასხვა ტვინია. ჩვენ განვითარებული გვაქვს მარცხენა ნახევარსფერო. ამიტომ, როდესაც წერთ მარჯვენი და სადღეგრძელოს ვიძახი და თან ემოციურად ვიძახი, ეს არის ძალიან მაგარი სავარჯიშო ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროს. მოკლედ მე ის მინდა ვთქვა, რომ ასევე არის თვითრეფლექსიაზე და თვითახმაზე. გაბრიელ დიმიტრი უზნაძე საუბრობს, რომ ერთი არის, როდესაც საგანს უყურებ და მეორეა, როდესაც საგანს უყურებ და ამ ახმას კიდე თვითახმას უყურებ. მე როგორ აღვიქვამ საგანს. ეს ტექნოლოგია ცნობილია მხოლოდ გრიგოლ პალამას და მე უფე მახსენა ასკეტებმა იციან, როგორ ხდება საგნის ცნობიერების შეტრიალება უკან ცნობიერების შეტრიალება შეუძლია თვითონ იძახის ერთ აი ამ საგნის ყურება პირდაპირ სუსხოს გვაძლევს. როგორც კი ჩვენ შიგნით შევატრიალებ, როგორ აღვიქვამ სუსხვა საგანი, ანუ განსხვავდება ამით, რასაც გრიგოლ პალამა იძახის, რომ ჩვენ გონება უნდა ჩავატრიალოთ გულში, იქ უნდა დავაყუდოთ და გამოვიხმოთ უფალი, რომელიც ღმერთის ენერგიები, ღვთაებრივი ენერგია შემოდის და იცვლება ცნობიერება. იმიტომ რომ გონებას არ შეუძლია ორამეს უყუროს. აი საინტერესო ის არის, რომ თუ ჩვენ სხეულს უყურებთ და შიგნით ვართ და ვაკვირდებით რელაქსირებული თუ არა და დავიწყებთ ფიქრებს, იმ წუთშივე კონტროლი სხეულიდან გაქრება. ამიტომ კაცრად გვაფრთხილებს გრიგოლ პალა და მისი სწავლება და მაქსიმე აღსარებელი იგივე, რომ არ დაუტოვო შენი სხეული, მუდმივად უნდა იყოს ყურადღება და როგორც კი ფიქრები მოდის, ფიქრებს დაეთანხმები თუ არა უკვე განწყობა შემოდის. ამიტომ ამ განწყობის თეორიით შეიძლება მარტივად ვთქვათ, რომ ის რაც ადამ და ევას მოხდა, მაშინ ღმერთი იყო მადლით გულში და ამ გულის სითბოთი განისაზღვრებოდა სამყარო საქმე, იმიტომ რომ თუ გული თბება, ყველაფერი თბება. ამის კარგი მაგალითია ღვინო, ხო? როგორც კი ღვინო თბება, სამყარო უცებ კარგი ხდება. ანუ ეს არის სუბიექტური, რომელსაც აღქმას განსაზღვრავს გული, სადაც არის ღმერთი დაბრძანებული, ხო? მოკლედ ვამთავრებ, ხო, თუმცა საიდან იცის ეს გრიგოლ პალამა და ეს ტექნოლოგიები დიმიტრი უზაძემ, რომელიც დეტალურად აღწერს, აი ჩემთვის ის არის უცხოა.
ანუ გამოდის რომ მათ ქართული ფსიქოლოგიის სკოლა გააგრძელეს, ის იყო პირდაპირ გამგზელებელი გაბრიელ ქიქოძის მემკვიდრეა, პირდაპირ ორივე ერთი და იგივე კონტექსტში და ორივე მთელი საბჭოთა სისტემა დაიცვა მატერიალიზმისგან. ანუ პირიქით მატერიალიზმში კი არა, მატერიალიზმში დაიცვა და შესაბამისად კულტურა, ხელოვნება 70-იან წლამდე არ უშვებდნენ არაცნობიერს და სხვა ფსიქოლოგიურ თეორიებს. როგორც კი 70-იან წლებიდან დაიწყო მორჩევა, შემოვიდა სხვადასხვა სკოლები და დიმიტრი უზნაძის ინსტიტუტი გააუქმეს. დღეს გაეხსნა არეალი ყველა ფსიქოლოგიურ სკოლებს და უამრავი ფსიქოთერაპიული ინსტიტუტები შემოდის ჩვენთან და დიმიტრი უზნაძის ინსტიტუტს არ ექნება, არ იძლევა მომავალი. მადლობთ. მე ვფიქრობ ამის დაბრუნებით იგივე LGBT-ს თემას და ძალიან ბევრ თემებს მოვაწესრიგებთ. კიდე მქონდა ინკლუზიურ განათლებასთან შეხებით, აი ერთს გეტყვით, ეს არის დევისის სისტემა. ადამიანი, რომელმაც კითხვა არ იცის და დასწავლის უნარის პრობლემებია, ასახვით წარმოსახვით. ფოკუსირებულ ველს უხდენს, ანუ აქ გეუბნება რომ წარმოიდგინე ვაშლი და სული მე სუბსტანცია ახდენს კონცენტრირებას გამოდის უკან გამოდის ეს კონცენტრირებას და ბავშვები იწყებენ კითხვას. ანუ პრობლემა დასწავლის უნარებში არის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების ანასინქრონული მუშაობა და ერთ სიტყვით და დავამთავრებ კენკიზე ყველა მიცით Google-ის ბუდეს გადაუფრინდა, როგედა ლობოტომიას უკეთებენ. ლობოტომიის დროს ხდება მარჯვენა და ნახევარსფეროების გათიშვა და ერთადერთი რასაც ჩველი 70-იან პროცესში ეს არის პარანოიდული ბოდვა, როდესაც ემოციური სფერო ვერ გადააქვს ინტელექტში და მთელი ეს ფსიქოტროპული ნივთიერები ახდენენ მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების სინქრონული მუშაობის დაწევას. მეც არაფერს აკეთებენ. ისინი ვერ აგვარებენ განწყობებს და ამიტომ ფსიქიატრიული პიროვნებები ზუსტად იგივე თემებით ერთი და იგივეს ტრიალებენ. ამას იძახის დიმიტრი უზნაძე, რომ განწყობები არის საფუძველი, სტატიკური განწყობები ფსიქიკური აშლილობა. ხო, დაიძახის, რომ ამენის შესწავლა არის შესაძლებელი და ნებისმიერი პრობლემების მოგვარება შესაძლებელი იქნება ამ განწყობით. მადლობა.